რუსეთთან უნდა აღდგეს სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა განთავსდეს რუსეთის სამხედრო ბაზები. შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ეს საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის დაშლის დაწყებული პროცესი გაგრძელდება და შესაძლებელია საქართველოს საერთოდ გაქრეს პოლიტიკური და გეოგრაფიული რუკიდან. ამ სიტყვებით მიმართა თანამოაზრეებს სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ, რომელიც ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარია დღეს, მანამდე კი მოვისმინოთ კომენტარი. ჩვენ უნდა ვთხოვოთ რუსეთს, რომ არა მარტო აფხაზეთში, არა მარტო ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში უნდა განთავსდეს მათი ბაზები საქართველოში, არამედ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც. რუსეთის სამხედრო ბაზები უნდა დაბრუნდეს ბათუმში, ახალქალაქში, ლაზიანში, სადაც იყო განთავსებული. სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს ლიდერი ვალერი კვარაცხელია და ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყები არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ ვალერი, თქვენ მახსოვს წლების განმავლობაში ნეიტრალიტეტის იდეის მომხრე იყავით და სულ ამბობდით, რომ საქართველოს უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო, რაშიც თქვენ რა თქმა უნდა ყავდათ ოპონენტები, მაგრამ ახლა კიდევ უფრო სხვა იდეით გამოდიხართ, რომ რუსეთის ბაზები უნდა დაბრუნდეს საქართველოს ტერიტორიაზე. რატომ, რით ასაბუთებთ ამას, რომელსაც რა თქმა უნდა არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება, მათ შორის ამ სტუდიაში თქვენი ოპონენტი. მოდით დავიწყოთ თქვენგან, შემდეგ ქალბატონი მანანა. მადლობა, ხო რომ დაიწყეს სწორედ იმითი, რომ წლების განმავლობაში ჩემს ხალხს, ჩემს ერს, ჩემს ქვეყანას თავაზობდი ნეიტრალიტეტის იდეას, სამხედრო ნეიტრალიტეტის იდეას. ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ქვეყანამ იგრძნოს თავი დაცულად ყველა მხრიდან და რაც თავარია, ქვეყანა იყოს ბოლომდე სუვერენული და დამოუკიდებელი. სამწუხაროდ ეს ჩვენი უბრალოდ შეგონება არც საქართველოს ხელისუფლებამ შეისმინა, არც პოლიტიკურმა წრეებმა შეისმინეს. და რაც თავარია, ეს არ შეისმინა არც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არც ევროპამ, არც ნატომ. და ისინი ჯიუტად მოიწევენ საქართველოსკენ, მართალია საქართველოს არ იღებენ ნატოში, არათუ ნატოში არ იღებენ, უბრალოდ აი ფარატინა ქაღალდსაც კი არ აძლევენ, რომელსაც მაპი ქვია. მაგრამ თვითონ შემოდიან ნატოში. სამხედრო შენაერთებით, თავიანთი რაკეტებით, თავიანთი ტანკებით, თავიანთი ძალებით და ასე შემდეგ. ამ დროს მათ არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება, იმიტომ არ გვიღებენ ნატოში, რომ ეს პასუხისმგებლობას ნიშნავს, გარკვეულ პასუხისმგებლობას. როდესაც თვითონ შემოდიან და ჩვენ არავითარ გარანტიას არ გვაძლევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს უბრალოდ არის საოკუპაციო ჯარი და სხვა არაფერი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ სიტუაციას რაღაცა უნდა დაუპირისპიროთ. და ჩვენ ვფიქრობ და ღრმად ვარ დარწმუნებული, კარგად გვაქვს აწონილი ისტორიული მომენტები, დღევანდელობა, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და აქედან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ამ ვითარებაში გაცილებით უკეთესია საქართველოში განთავსდეს რუსეთის სამხედრო ბაზები, ანუ გაფორმდეს ხელშეკრულება ანალოგიური, რაც მათ აქვს გაფორმებული აფხაზეთთან, დღევანდელ აფხაზეთთან და დღევანდელ სამხრეთ ოსეთთან და ეს იქნება საქართველოს გამთლიანებისაგან გადადგმული სერიოზული ნაბიჯი. ორი რეგიონი საქართველოს გადავალერი არის ოკუპირებული. თქვენ ამბობთ, რომ სხვა რეგიონებშიც უნდა შემოვიდეს. დიახ, საქმე იმაშია, რომ თუ ორი რეგიონი მიდის სხვა მიმართულებით და დანარჩენი რეგიონები მიდიან სხვა მიმართულებით, აი ამას ქვია სწორედ საქართველოს დაშლა. ეს არის საქართველოს დაშლისკენ მიმართული ტენდენცია. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიშალოს, ის უნდა იყოს ერთიანი, ის უნდა იყოს მთლიანი. ამისათვის საუკეთესო გზა იყო ნეიტრალიტეტი, მაგრამ რაკიღა ეს ვერ ხერხდება, იმიტომ რომ ნატო ჯიუტად მოიწევს საქართველოში, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჯიუტად მოიწევს საქართველოში, აი ასეთ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიული გამთლიანებისაკენ მიმართული ტენდენცია იქნება ის, რის შესახებაც მე განვაცხადე იმ ღონისძიებებზეც და განვაცხადე აქაც. მადლობთ. ქალბატონ მანანა, თქვენი აზრით ამ იდეებს ექნება თუ არა საქართველოში რაიმე დასაყრდენი? საერთოდ როგორ აღიქვით, როდესაც ამ იდეის შესახებ მოისმინეთ ტელევიზიით?
ცხადია ნეგატიურად და მინდა დავაზუსტო მაყურებლისთვის ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში ნეიტრალიტეტის თემით დავიწყოთ, რადგან თქვენ თვითონ დაიწყეთ ნეიტრალიტეტის თემით. დღეს ნეიტრალიტეტი აღარ განიხილება ისე სოფლიოში მეცნიერების კვლევარების მიერ და ექსპერტების და სპეციალისტების მიერ, როგორც ეს თავის დროზე იყო. ბუნებრივია ნეიტრალიტეტის აღიარება ცალკე სახელმწიფოს მხრიდან არაფერს არ ნიშნავს, თუ ეს არ იქნა აღიარებული სხვა სახელმწიფოების მხრიდან და სხვა სახელმწიფოები ელემენტარულად არ აღიარებენ შეს ნეიტრალიტეტს, იმიტომ რომ ბუნებრივია მათ უნდა კონდეთ რაიმე ინტერესი ამის გამო. ესეთი ერთადერთი გამონაკლისი ალბათ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის შვეიცარია, რომლის მიმართ გასაგებია ხო რატომ არის ეს აღიარებული, რატოა ინტერესი, იმიტომ რომ ის არის ცენტრი, ასე ვთქვათ, სოფლიოს ფინანსური ოპერაციების, ძალიან ბევრი ფინანსური ჯგუფის გარანტი სოფლიოში და აქედან გამომდინარე ის არის ნეიტრალური სახელმწიფო. საქართველო თუ დარჩება, თუ იტყვის თვითონ რომ მე ვარ ნეიტრალური სახელმწიფო და დარჩება პროცესებს მიღმა, საერთოდ დარჩება ყველანაირი პროცესის მიღმა, ის იქნება სახელმწიფო, რომელიც არც არავის გაახსენდება, ვერც განვითარდება და ვერ იქნება სრულფასოვანი მონაწილე მსოფლიოში გლობალური, თუნდაც ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სახის პროცესების. ანუ ეს იქნება იზოლირებული სახელმწიფო. ეხლა რაც შეეხება რუსეთის წიაღში დაბრუნებას, ასე ვთქვათ. მე ვუსმენ და სიმართლე გითხრათ ძალიან მიყვირს, რომ ბატონი ვალერი ადამიანი, რომელიც აზროვნებს, ხედავ, რაღაც გარკვეულწილად წარსულია გამოცდილება აქვს. ნუ თუ ვერ ხედავს ამას, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კი არის, ეს არის პრაქტიკულად საქართველოს ჩაბარება რუსეთისთვის და კი ბატონო, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ წაიღეს აფხაზეთი, წაიღეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, ახლა ვაბარებთ სხვა დანარჩენს, ვთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ვაუქმებთ საქართველოს, კარგავთ ჩვენს აბსოლუტურად ყველანაირ იმ თვისებებს, რომელიც დამახასიათებელია სუვერენიტეტისთვის და ვეუბნებით რუსეთს, რომ ჩაგბარდით, იმიტომ რომ თქვენ ხართ აგრესორი, ჩვენ ამ აგრესორს ვერანაირად წინააღმდეგობა ვერ გაუწიეთ და ბოლომდე გნებდებით და ბოლომდე გბარდებით. თუ ეს ბატონი ვალერის და იქ შეკრებილი ადამიანების პოზიციაა, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის პოზიცია ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება, იმიტომ რომ დღეს სამყარო არის ბევრად გახსნილი, ბევრად ღია, ახალგაზრდებს განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ შეუძლია დაინახო განსხვავება რუსეთს და განსხვავება ევროპის და სხვა დანარჩენ წარმატებულ განვითარებულ ქვეყნებს შორის. სად უკეთესად არის დაცული ადამიანის უფლებები, სად უკეთესად ცხოვრობს ადამიანი, სად უკეთესად აქვს ეკონომიკური პირობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, დავასრულებ და ერთ კითხვას, ერთ პასაჟს ვიტყვი. ლევან ცუცქირიძე არის ნიმდის ხელმძღვანელი საქართველოში, ეს არის ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის და მან ერთ-ერთ სახელმძღვანელოს ევროკავშირთან დაკავშირებით წაუმძღვარა ასეთი შესავალი, სადაც ამბობს, რომ დახედეთ სოფლიო რუკას და ნახეთ, სად უფრო კარგად გრძნობენ პატარა სახელმწიფოები თავს, ევროპაში თუ სხვა კონტინენტებზე. უწვრილესი სახელმწიფოებიც კი ევროპაში გრძნობენ თავს მშვიდად, დაცულად, გარანტირებულია მათი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და ვითარდებიან. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორია ევროპის მიდგომა სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისათვის და როგორია რუსეთის მიდგომა, ეს ძალიან კარგად იწვნია აფხაზეთმაც, ეს იწვნია სამხრეთ ოსეთმაც, იწვნია სხვა ძალიან ბევრმა ქვეყანამ. საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში რუსეთი აღიარებულია აგრესორად, აღიარებულია ქვეყანად, რომელსაც სხვანაირი ურთიერთობა არ შეუძლია. ეცით ვის არ უნდა კეთილმეგობრული ურთიერთობა, მაგრამ რუსეთისთვის კეთილმეგობრული ურთიერთობა აღიქმება მხოლოდ როგორც ბატონ მანანა კიდევ მოგცემ სიტყვას, ბატონ ვალერი, აქ იყო ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც თქვენი პასუხი მაინტერესებს. ერთი, რომ ქალბატონმა მანანამ ამას უწოდა ქვეყნის ჩაბარება რუსეთისთვის და მეორე, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამას არ დაუჭერს ხარს არავითარ შემთხვევაში და არასდროს. მაშინ პრობლემას მოხსნილია. არავითარი პრობლემა მაშინ არის ქალბატონ მანანას ექნება და არც არავის ამ ქვეყანაში. როგორც გადაწყვეტს საზოგადოება, მისი დიდი ნაწილი ისე იქნება. მაგრამ მე მინდა დავარწმუნო ქალბატონ მანანოვის ღრმად ცდება ამ სოციოლოგიაში. ის ყველაფერი, რაც ქალბატონმა მანანამ ჩამოაყალიბა ეხლა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სტერეოტიპები, შაბლონები, რომელიც გაზუთხული აქვს ნებისმიერ მედასავლეთე პოლიტიკოს და ალილუიასავით მაშინვე ჩამოგითვლიან. მაგალითად ის, რომ რუსეთში ეკონომიკურად ცხოვრობენ ძალიან ცუდად, ეს იმდენჯერ არის გამეორებული, რომ არ ვიცი, სათვალავი არ აქვს. მაგრამ მე მაგალითად ქალბატონ მანანას განაცხადეს არ მომისმენი იმის შესახებ, თუ როგორი არის სიღარიბის და სიღატაკის ზონა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში. არასდროს არ მომისმენია ქალბატონ მანანა.
5 წლის წინანდელი მონაცემებით იყო 18% ნახევარი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობისა, დღეს გახლავთ 23-დან 24%-მდე. ანუ გაუარესების ტენდენციაა და თქვენ მოგეხსენებათ რას ნიშნავს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ყოფნა 20%-ის 25%-ის. ამას თავი გავანებოთ, ეს არის აბსოლუტურად უსამართლო ქვეყანა და როდესაც თქვენ ამბობთ, რომ რუსეთს არ შეუძლია სხვანაირად, ის უნდა იყოს აგრესორი და ასე შემდეგ. ნუ არ ვიცი ახლა ამერიკის შეერთებული შტატების აგრესია არ გინახავთ არსად? მაგალითად იუგოსლავიის მოვლენების ახსნა შეგიძლიათ თქვენ აგრესიის გარდა სხვა რამით? მაგალითად ერაყში მოქმედება, ეგვიპტეში მოქმედება, საერთოდ ახლო აღმოსავლეთის პრობლემები, ეს ყველაფერი თქვენ არაფერს არ გეუბნებათ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეს არის მსოფლიო ჟანდარმი, ეს არის აგრესორი, რომლის ინსტრუმენტსაც წარმოადგენს ეს ბოროტების ბუდე, რასაც ქვია ნატო, რომელიც მადლობა ღმერთს უკვე ირღვევა. ისევე როგორც იშლება ევროკავშირი. თქვენ იცით ხომ, იშლება ევროკავშირი და არა მარტო ვთქვათ დიდი ბრიტანეთი გადის ევროკავშირიდან, არამედ რიგშიც განან ქვეყნები და სულ მალე ევროკავშირიდან ნასახიც აღარ დარჩება იმისა, რასაც დღეს ქვია ევროკავშირი ჯერ კიდევ. ნატოს რღვევის პროცესი რომ დაწყებული აქვს ალბათ თქვენ ამას ვერ ხედავთ. მე ვიცი რომ თქვენ ამას ხედავთ. მე არ მიმაჩნიხარ თქვენ რაღაც განათლების დეფიციტის მქონე ადამიანად, არ მიმაჩნიხარ თქვენ არაინფორმირებულ ადამიანად. პირიქით მე დიდი ხანია თქვენ გიცნობთ, თვალყურს გადავნებთ და თქვენ ინფორმირებული ბრძანდებით ანალიზის უნარით შეგწევთ და ყველაფერი, მაგრამ არ გინდათ რომ დაინახოთ, იმიტომ რომ იმ სტერეოტიპებიდან გამოსვლა არ გინდათ, რომელსაც გთავაზობენ. მე გეუბნებით, რომ ეს სტერეოტიპები მიუხედავად იმისა, თქვენ მას მხარს დაუჭერთ თუ დროზე გააცნობიერებთ, მაინც დაინგრევა, იმიტომ რომ ამას პერსპექტივა არ აქვს. ნატოს წევრ ქვეყანაში, თურქეთში, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს სახელმწიფო გადატრიალებას. იმის გამო რომ თურქეთის პოზიციები არ მოსულს იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურს შავ ზღვაზე მთლიანად გაბატონდეს. და საკითხი დგება უკვე იმისა, რომ თურქეთი შესაძლებელია სულ მალე გახდეს იქცეს რუსეთის სამხედრო სტრატეგიულ პარტნიორად. თქვენ ეს არაფერს არ გეუბნებათ ხალბატონო მანანა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ბოდიში დაასრულეთ შეიძლება უნდა მივცეს სიტყვა. კი, ახლა მივცემ სიტყვას და პირიქით უფრო მეტ დროს დავუთმობ, მაგრამ ეს თქვენ არაფერს არ გეუბნებათ იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ტენდენციებს, რომელმაც 25 წლის განმავლობაში პირწმინდად დაანგრია ჩვენი ქვეყანა. ტერიტორიულად დაანგრია, ეკონომიკურად დაანგრია, მოსახლეობის 2 მილიონი დავკარგეთ და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გადაიხვეწა საზღვარგარეთ საცოდავი ლუკმაპურის მოსაპოვებლად. აი ამ ტენდენციებს, რომ წერტილი უნდა დაესვას, ამ მიმართულებით ფიქრისკენ არ აღგზრავთ თქვენ ეს ყველაფერი? ხალბატონ მანანა, ეს სტერეოტიპები, რაც უწოდა ბატონმა ვალერიმ თქვენს მოსაზრებებს, შეგიძლიათ დაარწმუნოთ მაყურებელიც და ყველა ვინც ახლა თვალყურს ადევნებს ჩვენ გადაცემას, რომ სტერეოტიპები არ არის, რომ ეს შეესაბამება სიმართლეს. რა თქმა უნდა, მე პირველ რიგში, როდესაც აქ მოდიოდი, სწორედ ეს გათვლა გქონდა, რომ მაყურებელი დამერწმუნებინა, თორე ბატონ ვალერს რო ვერ დავარწმუნებ, ეს ძალიან კარგად ვიცი. და რაც ყველაზე მთავარი, იცით, ბატონი ვალერიც, ყველა სხვა ადამიანი, რომელსაც აი ჩვენ ვედავებით, რომ ნუ ბატონი ვალერი ღიარდ პრორუსია, მაგრამ ყავს პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები, რომლებიც ნუ არ აღიარებენ ამას, ამბობენ, რომ პროქართველებია, მაგრამ რეალურად მათი მცდელობა საბოლოოდ მიდის იქითკენ, რომ მათ გააღვირონ ევროსკეპტიციზმი, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ საქართველოს საზოგადოების სულ მინიმუმ ალბათ კითხვების გაჩენა და შემდეგ ბუნებრივია მის მიმართ ფობიის გაჩენა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იშიფრება და ბუნებრივია ეს ყველაფერი არის რუსეთის მცდელობა, დიახ, რუსეთის მცდელობა, რომ საქართველოში ასეთი პოლიტიკოსების, ასეთი ადამიანების, ასეთი პოლიტიკური ძალების მეშვეობით შექმნას რაღაცა ილუზია, რომ თითქოს ჩვენ აქ ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, აი ასეთი არჩევანის გაკეთების მცდელობის გამო, ჯერ საბოლოოდ ეს არჩევანი მაინც არ არის გაკეთებული და იქით გველის რაღაცა სამოთხე და დავიწყე ბოლო ფრაზით, იცით, საცოდავად საზღვარგარეთ გადახვეწილი. ძალიან მაინტერესებს ბატონო ვარე, თქვენ ეს ანალიზი თუ გაგიკეთებიათ, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის სახელმწიფოებში სიღატაკე ასეთ დონეზეა და რუსეთი და საქართველო ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ. რატომ მიილტვის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლაც რო ლუკმაპურის საშუალებლად სწორედ ამ ქვეყნებში. ეხლა მე მგონი, იცით, აქ აი ამ ციფრების მოტანა, რომ თითქოს ევროკავშირის
სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები ბევრად ჩამორჩენილი არიან ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მაშინ უნდა დაინგრეს ამ მსოფლიოში, იცით, ყველაფერი არსებობს საკმაოდ გაზომვადი პარამეტრებით შედგენილი ნუსხები, რეიტინგები, კატალოგები გამოდის, სადაც არის დაწვრილებით აღნიშნული ქვეყნები, რა წარმატებებს აღწევენ, რა მიმართულებით, არასოდეს არ მსმენია, რომ რუსეთი არათუ მოწინავე პოზიციაზე ყოფილიყოს, არამედ ოდნავ მაინც მიახლოვებოდეს ევროპის სახელმწიფოებს, დანიას, შვეციას, შვეიცარიას, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბატონი ვალერი გაგცემთ პასუხს, მე ვიცი, დაახლოებით ხვდები რა შეიძლება კი პასუხი ის გეტყვით, რომ არა მხოლოდ ევროპის სახელმწიფოებში, არამედ რუსეთშიც ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. კი, რა თქმა უნდა, რუსეთშიც ცხოვრობს ძალიან ბევრი ქართველი, მაგრამ მასშტაბები და თუ გავაანალიზებთ, როგორ იცვლება ეს სურათი ქვეყანაში, ბუნებრივია იცვლება ევროპის სასარგებლოდ. რუსეთში დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც წავიდნენ ძირითადად აი ამ ძალიან სამწუხარო ომის შემდეგ და დარჩნენ და არიან იქ, მაგრამ ტენდენცია საქართველოს მოსახლეობას აქ და მაგალითი, ნათელი მაგალითი. აფხაზეთმა მიიღო ესეთი ძალიან მძიმე გადაწყვეტილება სამწუხაროდ, რომ დარჩენილიყო რუსეთთან ერთად. მე ვფიქრობ, აფხაზეთის მაგალითი, იგივე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მაგალითი. ნათლად მიანიშნებს, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა თვითონ ჩვენი აფხაზებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი თანამემამულეებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს გაუჩნდა განვითარების პერსპექტივა. საქართველოც კი, რომლის ეკონომიკური დისტემპებით ჩვენ არა ვართ კმაყოფილი, დღეს ბევრად წინ არის აფხაზეთი. რუსეთს თუ კი შეუძლია ასეთი ეკონომიკური სასწაულების მოხდენა, მოახდენდა თავის ქვეყანაში და მოახდენდა იმ ქვეყნებში, რომლებიც მის მიერ არის ოკუპირებული, იმიტომ რომ ჩვენ აშკარად ხედავთ, რომ აფხაზეთში იზრდება აგრესია და უკმაყოფილება რუსეთის მიმართ, იმიტომ რომ აფხაზები ბევრად ეცელოდნენ და მიიღეს ის, რომ პრაქტიკულად იქ უკვე რუსულენოვანი გახდა ყველაფერი და აფხაზურზე და აფხაზურ ენაზე არავინ არ ფიქრობს, მიიღეს ის, რომ ისინი სამწუხაროდ საზღვარს აქეთ ხედავენ რაღაც გარკვეულ პერსპექტივას, ხედავენ ბათუმის განვითარებას, ხედავენ ახლა ანაკლიის პორტი იქნება, ხედავენ განმუხურს, ხედავენ სხვა ყველა იმ ხედავენ ჩვენი ახალგაზრდობის პერსპექტივას, რომ ჩვენ მივიღებთ აუცილებლად ვიზა ლიბერალიზაციას და წავალ და დავინახავთ სოფლიოს. იცით რაშია განსხვავება? აი ამ ტიპის აზროვნებასა და ჩემნაირი ტიპის აზროვნებას შორის. მე მინდა რომ მთელი ჩვენი ქვეყანა იყოს ორიენტირებული ახალგაზრდობის პერსპექტივაზე. ჩვენ ორივე ვართ იმ თაობის ადამიანები, რომელსაც გამოგვივლია საბჭოთა კავშირი და ვიცით რა იყო პერსპექტივა. მაქსიმუმ აი ამ რკინის ფარდის გაღების მერე, რკინის ფარდის პერიოდზე აღარც მინდა ვილაპარაკო, ხო, საერთოდ სიბნელეში გამყოფებდნენ და არ ვიცოდი საერთოდ საზღვარგარეთ რა ხდებოდა. მაქსიმუმ წახვიდოდი სოციალისტურ სახელმწიფოებში და იმის იქით არაფერი არ იცოდი რა ხდებოდა. ჩვენ ამას ყველაფერს ვისმენდით, როგორ გითხრათ, ამერიკის ხმის მეშვეობით და ხედავდით, რომ სადღაც არის თავისუფალი სამყარო, სადაც ადამიანებს აქ საშუალება იცხოვრონ როგორც უნდათ ისე და ხედავდით, რომ იქ ეკონომიკურად ყველაფერი იყო წასული. ბევრი ბატონ ვალერი ვიცი რომ დაგიგროვდათ პასუხი გასაცემი, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს, თქვენ სოციოლოგია ახსენეთ და ქალბატონ მანანას უთხარით, რომ თქვენ ღრმად ცდებით ამ სოციოლოგიაში, აი განწყობებს რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობაში. თქვენ რაიმე სხვა სოციოლოგია ან მონაცემი გაქვთ, რომ ამ თქვენს იდეას უფრო მეტი მხარდამჭერი შეიძლება ყავდეს, ვიდრე ნატოს, ევროკავშირს დასავლურ გულს? კი ბატონო, მაგრამ მანამდე იცით რა არის, აი ქალბატონო მანანამ თქვა, რომ ტენდენცია არის იქითკენ, რომ რუსეთისკენ კი არ წავიდეს ჩვენი მოსახლეობა, არამედ უფრო ევროპისკენ და ამერიკისკენ აქვთ მიდრეკილება. ქალბატონო მანანა, მე ის კი არ მინდა რომ ამერიკაში და ევროპაში გარბოდეს ჩვენი მოსახლეობა. მე მინდა რომ იქიდან გამორბოდეს. მეცეს მინდა, რა თქმა უნდა. თუნდაც უნდა გინდოდეთ აბა სხვანაირად როგორ შეიძლება. და პერსპექტივას რომ ეს მოხდება, უფრო ხედავ ევროპასთან ინტეგრაციის გზით, ევროპის ბაზრების და სხვა ქვეყნების, აზიის ქვეყნების ბაზრების ათვისების გზით და არა იმით რომ რუსეთმა დაგვიპყროს და ჩავბარდეთ. მე სადმე ვთქვი რომ რუსეთმა დაგვიპყროს და ჩავბარდეთ. აბა ეხლა სამხედრო ბაზების განლაგება. აი ნატოს სამხედრო ბაზები რომ შემოდის. საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზა. ნატოს საწვრთნელი ბაზები არ არის გახსნილი საქართველოში. საწვრთნელი ბაზა არის სასწავლო ცენტრი. ნატოს რაკეტებს არ მოათრევდა ირაკლი ალასანია, თინიკო ხიდაშელი და სხვები და სხვები არ ხდება ეს. იცით რა არის ბატონო ვალერ? უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ფაქტები. ჩვენ ვილაპარაკოთ ფაქტები. თუ საქართველო გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო, ბუნებრივია ნატოს წევრი სახელმწიფო
სახელმწიფო გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი სამხედრო ბლოკი და ამ ერთიან სამხედრო ბლოკში ბუნებრივია იგულისხმება საქართველოს. რატომ არ შეიძლება ერთიანი სამხედრო ბლოკი გქონდეს რუსეთთან? აი რა არის განსხვავება? განსხვავება არის ის, რომ ამერიკას, ევროპას არ აქვს ოკუპირებული საქართველოს არც ერთი გოჯი მიწა და რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია. ისინი არ არიან ჩასაფრებული რამე წაგლიჯო. აქვს მთელი საქართველო. როგორ და ჩვეულებრივად ამერიკელების მიერ თითის დაქნების გარეშე აი ამ კალმისტარს ვერ გადადებთ გვერდზე. აი ეგ არის ყველაზე დიდი სიცრუე, რომელსაც იდეოლოგიით, თავისი დამპყრობლური პოლიტიკით, თავისი გამოყენების ინსტრუმენტების ამუშავებით ჩვენ გვიყენებენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად, რამაც დაანგრია საქართველო. ხალბატონო მანანა, მე არც ერთი სიტყვა არ მithქვამს აქ, რომელიც შიშველი ფაქტით არ არის დადასტურებული. საქართველო დღეს არის თუ არა სამნაწილად დაშლილი ქვეყანა? სამწუხაროდ რუსეთის წყალობით და არა ამერიკის შეერთებული შტატების წყალობით. სად იყო მაშინ? სად იყო, როდესაც რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი? სად იყო მაშინ ან ნატოსთან დაახლოება, ან ევროკავშირთან დაახლოება? გავიხსენოთ რომელი წლები იყო, ხო? და გავიხსენოთ ის დაბალანსების პოლიტიკა, რომელსაც თითქოს ქონდა რაღაცა პერსპექტივა და პირიქით ჩვენ ყველაფერს უთმობდით რუსეთს, ვეუბნებოდით, მინისტრებიც კი თქვენ დანიშნეთო, რა მივიღეთ ამეთ, ბატონო ვალერ. აი ამაზე მიპასუხეთ. როგორ არ ვიყავი მაშინაც ძალიან ახლოს სახელმწიფო სამსახურში ვიყავი. იმიტომ რომ მე ედუარდ მე სად იყავით? სახელმწიფო სამსახურში ვიყავი. მაშინაც მუშაობდი მე ედუარდ შევარდნაძესთან ერთად მოვლილი მაქვს თითქმის მთელი მსოფლიო. დაწყებული ამერიკით და დამთავრებული აზიით. მე ვესწრებოდი მის ყველა შეხვედრას. და ახლაც მაგავსებული უბისწიგნაგები მე ვაკეთებდი ამ ჩანაწერებს და მე ვარწევდი ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. არ იყავით თქვენ ისე ეს თქვენ შეურაცხყოფას კი არ გაყენებთ. უბრალოდ თქვენი მდგომარეობა სხვა იყო, ჩემი მდგომარეობა. მე ვიცი რაც იყო. ნატოზე ლაპარაკი მაშინ კი არ დაწყებულა აქ. ნატოზე ლაპარაკი მე შევარდნაძეს ვთქვებოდი ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრი რომ იყო საბჭოთა კავშირის. მაშინ მქონდა შეხვედრები მასთან. მაშინ მეუბნებოდა ნატოს პერსპექტივაზე. და სხვათა შორის მე არ ვიყავი ასე. მე ქვეყნის გაცხადებულ პერსპექტივაზე ვსაუბრობ. ეს მხოლოდ როგორც ღირსებას მატებს ედუარდ შევარდნაძეს თუ ის იმ დროსაც ფიქრობდა რომ საქართველოს ესეთი პერსპექტივა აქვს. ეს საკითხია ღირსებას მატებს. ეს რა თქმა უნდა ღირსებას მატებს ამ ადამიანს. მე გაცხადებულ პოლიტიკაში. ბატონო ვალერი, თქვენ თქვით ასეთი რამ უკაცრავად ეს არ მივიღე. მაინტერესებს, საინტერესოა ეს საკითხი. დაასრულეთ და უნდა მე არ მივიღე პასუხები მანანას ხალბატონ მანანასგან სულ სამი შეკითხვა მქონდა. პირველი პასუხი გამცა, მაგრამ მე თვითონ ასე ვთქვათ კომენტარები მოვაყოლო. დღეს საქართველო არის თუ არა სამნაწილად დაშლილი ქვეყანა? დიახ ან არა? გითხარი, ვისი წყალობით არის სამწუხაროდ? დღეს საქართველო არის თუ არა საქართველოს მოსახლეობა გადასხვა წილის საზღვარგარეთ? ამაზე მიპასუხეთ მე თქვენ? არის ხო? ეხლა გეკითხებით, ეს რისი შედეგია? თქვენ მეუბნებით რომ რუსული პოლიტიკის შედეგიაო, ხო? ტერიტორიების დაკარგვა ერთნიშნულოვნად რუსული ჩვენ დაგვიცვა ვინმე აი ამ ვითარებაში, ან ნატომ, ან ამერიკის შეერთებულმა, ან ევროპამ, ან ევროსტრუქტურამ დაგვიცვა? ბატონო ვალერ, მოდით რა ჯერ თქვენ მიპასუხეთ, ჯერ თქვენ მიპასუხეთ და მე ამაზეც მიპასუხეთ. ჯერ თქვენ მიპასუხეთ, სად ნახეთ თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება? სად ნახეთ თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების ან ევროპის მიერ გავლებული საზღვარი? აი ის მავთულხლართები, სადმე თუ ნახეთ, მითხარით, მე ამას ვეძახი დაპყრობას. სხვა დანარჩენი ბატონო ვალერ, ერთ-ერთმა ჩემმა ოპონენტმა ასევე გუშინდელ ეთერში მითხრა, რომ ამერიკის ელჩი ზის კვირიკაშვილთან და ადგეს ოცნების საარჩევნო. უკაცრავად, აი ბატონო ვალერი, თქვენ თქვით რომ ერთი კალამს ვერ თქვენ ეს ამბობთ რომ კალამს ვერ გადადებთ ამერიკის შეერთებული შტატების ნებართვის გარეშეო და ამბობთ რომ ეს არ მოგწონთ. აი თუ წარმოვიდგენთ სურათს რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზები დგას, აი ამ კალამს როგორ გადავდებთ, როდესაც ხვისი ჯარები იქნებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყნის რომელსაც ორი რეგიონი უკვე ოკუპირებული აქვს. ბატონო ხო მე არ მინდა რომ ამაზე აი პირდაპირ ასე ვთქვათ პოლემიკაში შემოვიდე და რატო? იმიტომ რომ ეს კი არ არის თავარი და არ ვამტკიცებ მე რომ თავისუფლების ხარისხი იქნება ძალიან მაღალი ვთქვათ მაშინ როდესაც აქ რუსეთის იქნება თუ სხვა ვინმეს სამხედრო ბაზები განთავსდება, მაგრამ მარტო ეს ხომ არ არის. აქ რა ვითარება იქმნება? წეღავ თქვი მე თურქეთსა და რუსეთს შორის სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობა ყალიბდება. თურქეთი მე არ წინას არ მეტყველებ, მაგრამ ყველა პროგნოზით თურქეთს შეიძლება პრობლემები შეექმნას თურქეთის ნატოში ყოფნას. როდესაც ჩვენ წარმოვიდგენთ იმას, რომ რუსეთს აქვს უზარმაზარი გეოსტრატეგიული ინტერესები ამ ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ თურქეთს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს ტერიტორიაზე. და ისინი არიან პარტნიორები.
და ჩვენ ვართ მართი მოწინააღმდეგე, სამხედრო და მოწინააღმდეგე. რუსეთი დაგვიცავს ამ სიტუაციაში. არა, რუსეთი კი არ დაგვიცავს, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით ამ სიტუაციაში. ამ სიტუაციაში საქართველოს აღმოჩნდება ქალბატონო მანანა, იცით რა არის? ჩვენ როდესაც რაღაცას ლაპარაკობთ, აი უახლოესი წარსული უნდა გავიხსენოთ აუცილებლად. ჩვენ ამ გზით, თქვენ რასაც ლაპარაკობთ, ამ გზით ვიარეთ ჩვენ 25 წლის განმავლობაში. იმიტომ დაგისვით მე შეკითხვები, რომ ამ 25 წელმა რა მოგცა ჩვენ და რა გვაქვს. ბატონო ვალერ, ამ 25 წლის დასაწყისში მე უკვე გიპასუხეთ თქვენ. ჩვენ ღიად არ ქონდა გამოცხადებული ეს პოლიტიკა და სწორედ მაშინ დავკარგეთ ტერიტორიები. მე ვიცი რა მქონდა გამოცხადებული. სწორედ მაშინ დავკარგეთ ჩვენ ტერიტორიები. 92 წელს ჩამოვბრძანდა აქ ბეიგერი რა. არ გახსოვთ? მე რა. რატო ჩამოვიდა? მე რა, რას ნიშნავს ეს რა? ეს იყო ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დემოკრატიული. რო დავჭა ცოტა, მოდი ბატონო, არჩევნები არ იყო. მოდი დავასრულებინო, ჩემდე არჩევნები არ იყო ჩატარებული სამხედრო გადატრიალების გზით მოსული ხელისუფლებასთან ჩამოდის ბეიგერი, ედუარდ შევარდნაძესთან. თქვენ არაფერს არ გელაპარაკებათ. სამხედრო გადატრიალება საქართველოში ამერიკელებმა რომ მოაწყვეს. თქვენ ეს იცით თუ არ იცით? რომელი გადატრიალება? 92 წლის გადატრიალება. ამის შესახებ გამსახურდია ეუბნება საკუთარ ხალხს. სამხედრო გადატრიალებების მთელი სერიალი რო აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოწყობილი, მთელ მსოფლიოში. დაწყებული მოსადეკის ჩამოდებით ირანში. მადლობა. ბატონო მანანა და უნდა დავასრულოთ. დრო აღარ დამთავრებული უკრაინის პროცესები მადლობა. დრო აღარ მე ერთადერთი რამე დავამთავრებ, იცით, რომელიც თქვენს ეთერში ასევე სხვა ოპონენტებისთვისაც მაქვს ნათქვამი. საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა და წინა თაობებმა ძალიან ბევრი იბრძოლეს იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გატარებული გვაქვს აი ამ მიტინგებზე უამრავი დღე, როდესაც ვცდილობდით, რომ ჩვენი ენა, ჩვენი თვითყოფადობა, ჩვენი სუვერენიტეტი შეგვენარჩუნებინა და თავი დაგვეღწია რუსეთისთვის. მე ასე მგონია, რომ ის რაზეც თქვენ დღეს ლაპარაკობთ, არის ამ ადამიანების ხსოვნის და ამ ადამიანების ღვაწლის შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ჩვენ 25 წელი მართლაც იმიტომ არ დავკარგეთ. აი ამ უბედურებაში, ხანდახან შიმშილში, კიდე უარეშით, საბედნიეროდ წინ მივდივართ, საბედნიეროდ ვითარდებით და საბედნიეროდ ზდის ტემპი შეიძლება არ გვაკმაყოფილებს, მაგრამ ბევრად წინა ვართ დღეს. აი ეს წელები იმიტომ არ დაგვეკარგავს, რომ დღეს ისევ რუსეთს ჩავბარდეთ. თქვენ თუ გინდათ ბატონო ვალერ და ასეთი პოლიტიკით აპირებთ ცხოვრებას, მე არ ამგონია რომ ოჯახში ასეთი დამთმობი იყოთ. ოჯახში რაც გინდათ ქენით, ვისაც გინდა დამორჩილდით და დანებდით და რაც გინდა გააკეთეთ. ქვეყანას ნამდვილად არავინ არ დაკითმობთ. იმიტომ რომ მოდის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ძალიან კარგად ხედავდა აი იმ თაობას. თქვენთვის არავის არ დაუქმია. არც თქვენთვის დაუქმია. მე ჩემს ხალხს ვთავაზობ, ხო? გამოსავალ. ბატონო და ჩვენმა ხალხმა ამაზე უკვე უპასუხა ბატონო ვალერ. რატომ იმითითებთ მე ოჯახისაგან? მე ოჯახში დავუძინე. ამაზე ქართულმა ხალხმა რეფერენდუმზე, არა მე საუბრობ. სხვათა შორის მე თქვენსავით არ მიცვლია პოზიციები, ახლა მე ცოტა გამაცხარებ თქვენ, იმიტომ რომ მე არ უნდა მაკადროთ თქვენ რომ ვიღაცის ხსოვნას ვაყენებ შეურაცხყოფს. არ უნდა მაკადროთ, იმიტომ რომ არ დამიმსახურებია მე ჩემი ცხოვრების ასეთ. თქვენ კომპანიის საკაში როცა მუშაობდით, მაშინ ასე ფიქრობდით? რა თქმა უნდა, ნაწილობრივ, მე ვიყავი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი, არასოდეს არ ყოფილი პარტიული ფუნქციონერი, მაგრამ ყოველთვის ვიცავდი იმ ღირებულებებს, რომელიც იყო. ბატონო ვალერ, მით უმეტეს მე ასე მგონია, რომ ყოფილი პარტიული ფუნქციონერისაგან და ყოფილი კომკავშირული ფუნქციონერისაგან, რომელიც თავის თვალით ხედავდა, რა იყო და რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, უფრო მნიშვნელოვანია პოზიციის ცვლილება, ვიდრე თქვენი, რომელიც პირიქით გასაკეთებია. მე ჩემი წარსული, როდესაც კომუნისტების ზეობაა, თქვენ კომუნისტებთან ხართ, როდესაც კომკავშირლების ზეობაა, თქვენ კომკავშირლებთან ხართ და როდესაც ეგრეთ წოდებული ამერიკული დემოკრატიის ზეობაა, თქვენ ამერიკელებთან ხართ, ხალხისთვის არის გადაწყვეტილება. ჯერეთი, აი ეს გაძლევს იმის საშუალებას, რომ კარგად დაინახო განსხვავება და მეორე, მე თქვენ რო ცხოვრობდით ის საბჭოთა ქვეყანა, იყო ქვეყანა, სადაც თუ არ იქნებოდი, აი იქ იქნებოდი, ნუ არ ვიცი, ან ფსიხუშკაში, ან სადღაც სხვაგან. იყვნენ მაშინ თქვენ დაასახელეთ ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა და სხვები, რომლებიც და რა დამართეს ზვიად გამსახურდიას ძალიან კარგად იცით. თქვენ არ გინდოდათ რომ თავის გაწევრა და გმირობა, ხო? ზვიად, ყველა ვერ იქნება ზვიად გამსახურდია. ყველა ვერ იქნება. ამიტომ უნდა ილაპარაკოთ იმ პოზიციებში, რაც წებია და ვალერი კვარაცხელია იყვნენ ჩვენი სტუმრები. გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე 19 საათამდე გემშვიდობებით. დროებით.